ნაციონალური მოძრაობის თემით ვიწყებთ. აკაკი ბობოხიძე ამ პარტიის წარმომადგენელი გვერდება პირდაპირ ეთერში. საღამოშიდობისა ბატონო აკაკი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. საჯარო სივრცეში გადანაცვლებული ეს დებატები ნიშნავს თუ არა იმას, რომ მიხეილ სააკაშვილსა და გუნდის თბილისში საქართველოში მყოფ ლიდერებს შორის კომუნიკაციის რესურსი ამოიწურა? არა, რა თქმა უნდა, ეს ამას არ ნიშნავს, თუმცა ცხადია რომ და ფაქტია რომ ჩვენ ჩვეულ ფორმას გავცდით. მე ეთანხმები ბატონ პრეზიდენტს იმაში, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ყოველთვის იყო კამათი, ერთპიროვნული გადაწყვეტილებების სინამდვილეში არ მიიღებოდა, მაგრამ ეს შიდა დისკუსიები ყოველთვის დახურული იყო საზოგადოებისთვის და არა მარტო საზოგადოებისთვის, პარტიის ფართე წევრებისთვისაც კი. დღეს გადავედით სხვა ეტაპზე, ნებსით უნებლიეთ გვინდა თუ არ გვინდა, ფაქტია რომ ჩვენ უკვე ჩვენი შიდა დისკუსიები გახდა საჯარო სივრცის ნაწილი და მე ერთი თვალსაზრისით ფიქრობ, რომ ეს შეიძლება არც იყოს ცუდი. იმიტომ რომ როდესაც საზოგადოება და განსაკუთრებით პარტიის წევრები წინასწარვე იქნებიან მზად და არა მარტო მზად, არამედ მონაწილენი იქნებიან ამ დისკუსიებისთვის, ნებისმიერი გადაწყვეტილება მათთვის უკვე აღარ იქნება სკანდალის სახის და არაფერი მოულოდნელობა არ იქნება, როდესაც პროცესი იქნება ღიად თავიდან ბოლომდე. ანუ თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ მოსალოდნელი თქვენი ამომრჩევლისთვის, რომელ ნაწილსაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს მისი მხარდაჭერა და რომლისთვისაც არ უნდა იყოს თქვათ ემოციურად, პოზიტიურად განწყობილი, უკვე ამზადებს ეს პროცესი შესაძლო გაყოფისთვისაც, ამისთვისაც მზად უნდა იყოს თქვენი ამომრჩეველი? ამომრჩეველი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს, მით უმეტეს პარტიის წევრები, მაგრამ მე მაქვს იმედი, რომ პარტიის ყველა წევრი, განსაკუთრებით მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი წევრები, ვინც ვალდებულია, რომ გაცილებით უფრო მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებოდეს პარტიის ერთიანობას, იმიტომ რომ პარტიის ერთიანობა არ ჭირდება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას. პარტიის ერთიანობა ჭირდება ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს, რომელმაც თავისი სისხლი და ოფლი ჩაანთქია ამ პარტიაში და ეს პარტია არ არის მარტო ლიდერების პარტია. პარტია არის ნებისმიერი რიგითი წევრისიც. ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ შევინაჩვენოთ პარტიის ერთიანობა, ჩვენ ვალდებულები ვართ რომ არ დავაზარალოთ ჩვენი რომელიმე წევრის ინტერესი და დღეს ჩვენი პარტიის ერთიანობა ეს არის უპირველესი ინტერესი პარტიის როგორც წევრებისა, ასევე იმ მრავალრიცხოვანი ამომრჩევლებისა, რომლებზედაც ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ. ბატონო აკაკი, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ყოფილმა პრეზიდენტმა ასე დაჰყო თქვენი პარტიის ლიდერები და წევრები, სვეტები, პატარა ჯგუფი სვეტების და ბნელები. თქვენ რომელ კატეგორიაში ხართ? მე მინდა გითხრათ, რომ ვერ დავეთანხმებოდი პრეზიდენტის ამ შეფასებას, უფრო მეცაც გეტყვით, საერთოდ არაკორექტულად დაისვა ჩემის აზრით შეკითხვა ჟურნალისტის მხრიდან, როდესაც შეკითხვაც კი ესეთი დაისვა, რომ თითქოს დღეს პარტიაში ორი ბანაკია ჩამოყალიბებული და ეს ორი ბანაკი ჩამოყალიბდა ორი პრინციპის მიმართ. ერთი, რომ თითქოს გუნდის ერთი ნაწილი თვლის, რომ მთელი გამარჯვება მთლიანად ეკუთვნის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს და მეორე, რომ თითქოს გუნდის რომელიღაც ნაწილი დამარცხებაში ბრალსდებს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს. ეს ასე ნამდვილად არ არის და სამწუხაროდ პრეზიდენტ სააკაშვილი აყვა ამ შეკითხვას და მან არ გაუსწორა ამ ცდარად და არასწორად დასმული შეკითხვა ჟურნალისტს. პარტიაში მე არ მეგულება არც ერთი ლიდერი, მე მაინც და მაინც არა ვარ სოციალური ქსელების დიდი მოყვარული და არა ვარ ზოგადად მოყვარული ოთახში ჩაკეტილი ადამიანების გმირობების შესახებ ვიკითხო, იმიტომ რომ Facebook-ზე ძალიან ადვილია გმირობები და გმირობებს ჭირდება ქმედებები და გმირობებს ჭირდება მოძრაობა და გმირობებს ჭირდება მოქმედებაში მოყვანა და ამ დროს Facebook-მა შეიძლება მცდარი შეხედულებების შეგიქმნას მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ რა თქმა უნდა თვალყურს ვადევნებ მეტნაკლებად, მაგრამ არ მინდა უბრალოდ ამის ტყვე დავხდე. მე არ მახსენდება და არ მეგულება ნაციონალური მოძრაობის არც ერთი ლიდერი, რომელმაც
სადმე თუნდაც მინიშნებით დაადანაშაულა ან ადანაშაულებდეს მიხეილ სააკაშვილის არჩევნების წაგებაში. ასეთი რამ უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს. სინამდვილეში ასთა სხვადასხვაობა და მკვეთრი ასთა სხვადასხვაობა გამოიწვია პარლამენტში შესვლის საკითხმა და გამოიწვია ზოგადად არჩევნების მიმართ დამოკიდებულებამ. არის თუ არა ამ ქვეყანაში არჩევნების გზით შესაძლებელი ხელისუფლების ცვლილება. ჩვენ მიგვაჩნია რომ პარლამენტში შესვლა არის აუცილებელი, მიგვაჩნია რომ საპარლამენტო ბრძოლაზე ვარის თქმა იმ დიდ კომპლექსურ ღონისძიებების ნუსხაში, რომელიც ზოგადად არსებობს კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში, არ შეიძლება საპარლამენტო ბრძოლას ნაწილზე ვარი თქვა და ჩვენ ასევე მიგვაჩნია რომ გამორიცხულია რომ საარჩევნო გზით გამარჯვებაზე ვთქვათ ვარი. ერთადერთი გზა უფრო მეცაც გეტყვით ეს არის ერთადერთი რის საფუძველზეც უნდა შეიცვალოს ხელისუფლება ქვეყანაში ეს არის სწორედ არჩევნები. ჩვენ არჩევნები უნდა მოვიგოთ და თუ არჩევნებს მოვიგებთ და არჩევნების მოგების შემთხვევაში ხელისუფლება შეეცდება არ გადააბაროს ძალაუფლება ეს უკვე სხვა რამეა. მაგრამ იმისთვის რომ ეს უკვე სხვა რამე დადგეს ამას წინაპირობა ჭირდება აუცილებლად არჩევნების მოგება, იმიტომ რომ არავის არ აქვს უფლება იყოს საქართველოს ხელისუფლებაში თუ ის ვერ იგებს არჩევნებს. აუცილებელი წინაპირობა იმისთვის რომ პოლიტიკური ძალა გახდეს და მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში რომ მან უნდა მოიგოს არჩევნები და არჩევნების გზაზე ვარის თქმა და საპარლამენტო ბრძოლის გზაზე ვარის თქმა ჩვენ მიგვაჩნია რომ არის პრინციპულად დიდი შეცდომა მით უმეტეს ერთ წელიწადში გველოდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და თუ საპარლამენტო ბრძოლის გზაზე უნდა ვარი ვთქვათ მაშინ ლოგიკურად ალბათ არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა. არა და ჩემთვის პირადად არ არსებობს განსხვავება საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს შორის. ეს არის ერთი დიდი მთლიანის სხვადასხვა ეტაპი და სხვადასხვა ნაწილი. საპარლამენტო არჩევნები არის მზადება ადგილობრივისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ბრძოლა არის მზადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მე ესეთ უწყვეტ პროცესად ხედავ არჩევნებს. ბატონო აკაკი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი თქვენ უკრაინიდან გეუბნებათ, რომ სულ 3-4-5 ადამიანია თვითგამოცხადებული, რომელსაც არ აქვს უფლება რეალურად საუბრობდეს მთელი პარტიის სახელით და საუბრობს სწორედ იმ პოზიციაზე, რომელიც თქვენ გაქვთ, შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ სააკაშვილს არ აქვს რეალისტური სურათი პარტიაში მიმდინარე განწყობების და სურვილების შესახებ? დიახ, მე მიმაჩნია რომ სამწუხაროდ მას გარკვეული ჯგუფი არასწორად და დამახინჯებულად აწვდის ინფორმაციას. პოლიტსაბჭოში ვართ მოქმედი 56 წევრი, რამდენიმე წევრი სამწუხაროდ ვერ მონაწილეობს პოლიტსაბჭოს სხდომებში, იმიტომ რომ ზოგი არის ციხეში და ზოგი უბრალოდ არ არის ქვეყანაში. ნებისმიერ გადაწყვეტილებას ღებულობს ეს 56 კაცი, 56 კაცმა რო გადაწყვეტილების მიღება შეძლოს, მოწინააღმდეგეც თუ ყავს მინიმუმ 28 კაცის ხმა მაინც 29 კაცის ხმა მაინც არის საჭირო, ასე რომ ვერაფრით ვერ დავეთანხმები ესეთ დამოკიდებულებას, რომ ვიწრო 2 თუ 3 კაციანი ჯგუფი მართავს პარტიას. და მეცაც გეტყვით ახლა, როდესაც ლაპარაკი იყო სხვათა შორის ძალიან სწორად და შიდა პარტიული აქტივისტვის სწორად გამიზნული მესიჯები იყო გაგზავნილი, მე ვერ დავეთანხმები იმასაც, რომ პარტიის ხელმძღვანელობა გაემიჯნა ამ მომრჩეველს და ან შეურაცხყოფას აყენებს თავის მომხრეებს. მე მაგალითად მიმაჩნია, რომ პარტიაში რა თქმა უნდა ეჭვიც კი არ მეპარება და უბრალოდ პოლიტიკური თვალსაზრისით ვიქნებოდი ძალიან ბეცი, რო არ მესმოდეს მიხეილ სააკაშვილის როლი და ადგილი. მაგრამ აბსოლუტურად არ შევაფასო და ნულზე დავიყვანო ჩვენი რიგითი პარტიელის როლი, მე სწორედ ეს მიმაჩნია შეურაცხყოფად და როდესაც პარტიის ერთი ნაწილი თვლის რომ მთლიანად მიხეილ სააკაშვილზეა მიბმული ეს პარტია, მე მიმაჩნია რომ პირველ რიგში მიშა სააკაშვილს აყენებენ შეურაცხყოფას, იმიტომ რომ მიშა სააკაშვილი მე არ ვთვლი რომ რაღაც აღმოსავლური აზიური პარტიის ფუძემდებელია, მე მიმაჩნია რომ მიშა სააკაშვილმა საფუძველი ჩაუყარა ევროპული ტიპის პარტიას, რომელიც არსებობას შეძლებს მას მერეც, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც ვიყავით ნაციონალური მოძრაობის დაფუძნების სათავეებთან, თუ მინიმუმ
ვთქვათ პოლიტიკაში არ ვიქნებით, ან თუ პოლიტიკაში ბოლომდე დავრჩებით, მოვა ერთ დროს რომ როდესაც უბრალოდ ცოცხლები აღარ ვიქნებით და ამ ადამიანების ლოგიკით უბრალოდ პარტია შეწყვეტს არსებობას და მე ესე არ მიმაჩნია. გარდა ამისა მიმაჩნია ასევე შეურაცხყოფათ იმ ადამიანებისა, რომლებმაც იშრომეს, იბრძოლეს და დღეს ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ თურმე მათი როლი და ფუნქცია უმნიშვნელოა და მხოლოდ ერთი რომელიმე პირის ფუნქცია და მნიშვნელობა არის გადამწყვეტი და მთავარი ხმების მოტანაში. მე პირიქით, მე უამრავი ადამიანის შემიძლია დავასახელო, უამრავი რიგითი ჩვეულებრივი შეუმჩნეველი ადამიანი და ვარწმუნებ ყველას, ეს ადამიანები თავიანთ სოფლებში, თავიანთ უბნებში, რომელი პარტიის სახელითაც მივლენ, ის პარტია მოიგებს იმ უბნებს. მიუხედავად იმისა, ისინი მივლენ ჩემი სახელით, ბოტერიას სახელით, სააკაშვილის სახელით თუ ვისი სახელით. ასე რომ არ შეიძლება არავის როლის დაკნინება, ისე როგორც არ შეიძლება არავის როლის ზედმეტად წარმოჩენა. ჩვენ ყველანი მჭირდებით ერთმანეთს. ჩვენ ყველანი მჭირდებით ერთმანეთს, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ 500.000-მდე ხმა და ცალ-ცალკე და ნაწილ-ნაწილ ნებისმიერ შემთხვევაში ამ ხმებს თუ დააკლდება და არ მოემატება. აი თქვენ დასაწყისში ბრძანეთ რომ არიზიარებთ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან კატეგორიზაციას როგორც ლიდერების ასევე მხარდამჭერების რიგების სვეტებად და ბნელებად ასე პირობითად დახო გარემო პარტიაში სააკაშვილმა შეგიძლიათ თუ არა რომ იგივე კრიტიკულობით მიუდგეთ მაგალითად პოლიტსაბჭოში ერთ-ერთ ლიდერს გამოკვეთილს გიგა ბოკერიას და მის მოსაზრებას რომ ბინძური კამპანიაა წამოწყებული თქვენივე მომხრეთა შორის აგრესიული რეაქციების მატარებელ მომხრეთა შორის რომლებიც ივანიშვილთან პირდაპირ ბმაზე საუბრობენ იმ ნაწილისა რომელიც თქვათ მზად იყო პარლამენტში შესასვლელად ესეც იყო თუ არა ესეც არის თუ არა კატეგორიულობის შემცველი თქვათ მოსაზრება რომელიც შიგნით პარტიაში აღვივებს კიდევ მეტ პრობლემას და განხეთქილებას ნინო კიდევ ერთხელ ვამბობ რომ მე არ ვიცი ალბათ ბატონი პრეზიდენტი გულისხმობდა იმ განცხადებას რომლითაც ჩვენ გავემიჯნეთ არა ჩვენ ამომრჩეველს არამედ იმ ადამიანებს რომლებიც მომაკვდინებელ ცოდვაში დებდნენ ბრალს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებს და იმ ადამიანებს ვინც ხარი დაუჭირეთ პარლამენტში შესვლას მეცაც გეტყვით მე არ მინდა ახლა დავუკონკრეტდე ზოგიერთი ჩვენი თანაპარტიელის მხრიდან ისეთი ბრალდებებიც კი გაისმა ზოგადად ნაციონალური მოძრაობის მიმართ, რომელსაც ბრალად გვდებს ივანიშვილი. და ძალიან საინტერესოა, იცის თუ არა თქვა ბატონმა პრეზიდენტმა თავისუფალი ზონის ზოგიერთი წევრის ამ განცხადებების შესახებ. მათი ბრალდება ჩვენი წარსულის მიმართ სიტყვით ემთხვევა ივანიშვილის ბრალდებას. წარსულის მიმართ ვიმეორებდა არადრევანდელობის მიმართ და ძალიან საინტერესოა, ჩვენ ვემიჯნებით არა ამ უმრჩევლებს, არამედ ვემიჯნებით იმ ადამიანებს, რომლებიც მოღალატეობაში დებენ ბრალს თავიანთ თანამებრძოლებს, რომლებიც იგინებიან, იფურთხებიან, ილანძღებიან და ბრალად უყენებენ თავიანთი ჭკუით მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ერთ ნაწილს, მაგრამ არ ახსენებენ თქვათ იმას, ვისაც ისინი ვითომ და მხარს უჭერენ და ამ დროს ბრალი და ბრალდებები დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ყოფილი ხელისუფლების მიმართ ყველას მიმართ არის და ამ დროს ამ ბრალდებებში ისეთი რამეებიც კი გაისმა, რომელსაც არ ეთანხმება რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც არ ვეთანხმებით კატეგორიულად ჩვენ და რომელიც ფალსიფიცირებული იყო და უბრალოდ იყო ჭორების დონეზე აგროვებული ბინძური კამპანია ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების მხრიდან ჯერ კიდევ ოპოზიციონერობის პერიოდიდან ნაციონალური მოძრაობის მიმართ. ასე რომ მე ძალიან მაინტერესებს აი ასეთი ბრალდებების მიმართ არ გამიჯვნა მე პრინციპში მგონია რომ ნიშნავს მათ გვერდზე დგომას. ამიტომ აქაც ძალიან მკაფიო უნდა ვიყოთ ალბათ. მე კიდევ ერთხელ ვამბობ ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს გააკრიტიკოს პოზიცია ღირდა თუ არ ღირდა ამ პარლამენტში შესვლა. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება შეაფასოს სწორად ვიქცეოდით თუ არა არჩევნების პერიოდში. დავაკელით თუ არა რამე, ხომ არ გადავაჭარბეთ სადმე, მაგრამ ესე ხელაღებით უწოდო ადამიანებს მოღალატეები, გუშინდელ თანამებრძოლებს უწოდო, არ ვიცით, ურუშნიკები, თანამდებობისთვის გადარეულები, ჩვენ რაც ვიყავით, რაც ვართ დღეს, იგივე ვიყავით გუშინ. მე არ მჩვევია ჩვენ
ეს ყოფილ თანამებრძოლებზე ცუდის თქმა, იმიტომ რომ ის ცუდი მაშინაც თუ ცუდი იყო მაშინაც როცა ჩვენთან აი ბოლო კითხვა სანამ ცუდე ერთად ვართ არ ვართ ცუდები და თუ სადღაც ვერ ვიქნებით ერთად მაშინ თურმე ხდებით ცუდები. ასე რომ მე მიმაჩნია ყველაზე მთავარი რაც არის, მე მიმაჩნია ვინც მართლა იცავს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს ის ინტერესებს და ვინც მართლა იცავს ჩვენთვის ხვის მომცემი უზარმაზარი რაოდენობის ადამიანთა ინტერესებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ერთობა. და არ დავიწყოთ თითების გაშორა ერთმანეთისკენ და არ დავიწყოთ, რომ რომელიღაცა ერთმა ჯგუფმა წააგო თურმე არჩევნები. მით უმეტეს, როდესაც ამბობ, რომ არჩევნები მოიგე, მაშინ თურმე ამ ჯგუფს სწორად მინიმუმ არჩევნების დღემდე სწორად უმართია თურმე საარჩევნო პროცესი. ბატონო აკაკი, აი ფინალური კითხვა მექნება თუ შეიძლება. გასაგებია. აი ფინალური კითხვა მაქვს ასეთი, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილი ამბობს ასეთ რამეს, რომ ყრილობა უნდა იყოს ძალიან ფართო მასშტაბიანი, 5-დან 10,000 კაცამდე, დაახლოებით ასეთი რაოდენობის მონაწილე უნდა ესწრებოდესო, თქვა თქვენი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, გაიზიარებდით თუ არა ამ პოზიციას და ფიქრობთ თუ არა, რომ დელეგატთა შორის შესაძლოა იყვნენ ის ადამიანები რომლების რეაქციებიც თქვენ არც მოგწონთ და ამაზე საუბრობდით სწორედ აქ, რომლებზეც ამბობთ, რომ ბინძურ კამპანიაში იღებენ მონაწილეობას. აი, როგორ გაფილტრავთ რის მიხედვით დელეგატებს? მე არავის გაფილტრას პირველ რიგში არ ვაპირებთ. მე მივესალმები, რომ 5 და 10,000 კი არა, 300,000 თუ 500,000 ადამიანის აზრის გათვალისწინება შევძლოთ და ისე მოვახდინოთ თქვა პოლიციასთვის არჩევნები, მაგრამ ერთია რა გვინდა და მეორეა ტექნიკურად რა როგორ არის შესაძლებელი. მე არ ვიცი როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ 10,000 კაციან ყრილობაზე დებატები და 10,000 კაციან ყრილობაზე მე არჩევნების ჩატარება, როგორ ვითვლით, ვინ ითვლის, როგორ ვაორგანიზებთ ამას. ამიტომ ბუნებრივია რომ პროცესი უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე და პროცესი უნდა იყოს ძალიან დემოკრატიული. მე მაგალითისთვის მოვიყვან თქვა ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ამორჩევები კი არ ირჩევს პირდაპირ პრეზიდენტს, არამედ ირჩევს ამორჩევლებს. ნებისმიერი დელეგატი იქნება წარმომადგენელი ლეგიტიმური წესით ამორჩევლების გარკვეული რაოდენობისა. ჩვენ ჩავატარებთ ყრილობას, სადაც დელეგატები არჩეული იქნებიან შედეგების მიხედვით. ყველა რაიონს დელეგატი ყრილობაზე ეყოლება იმის მიხედვით, რომელმა რაიონმაც რა შედეგი მოიტანა და ანუ დელეგატი გვეყოლება ბიბული პირდაპირ საარჩევნო ხმებზე, ანუ თითოეული დელეგატი წარმომადგენელი იქნება გარკვეული რაოდენობის ხმებისა. ბატონო აკაკი, აი რომელ ხმებზე, რომელზეც ამბობთ, რომ გაგიყალბეს, თქვენ ამბობთ, რომ რეალური შედეგი არ არის, უკაცრავად აი ჩაგეჭერით არჩევნების შედეგს პრაქტიკულად თქვენ არ აღიარებთ. არჩევნების შედეგზე ამბობთ, რომ უკეთესი შედეგი ქონდა და არჩევნები გაგიყალბეს, მაშინ რამდენად რეალისტური იქნება ის სურათი, თქვა თუ კი თქვენ დელეგატებს აარჩევთ შედეგების მიხედვით, რომელსაც არ იღებთ. ნინო, მე ჩემს არაერთ ინტერვიუში დამიფიქსირებია. დიახ, ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა უკანონო მეთოდი ხმების მოპოვებისთვის. დაშინება, მოგთამვა, ფული, დაინტერესება, მაგრამ ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, მაგრამ თუ გაყიდული ადამიანი იძლევა ხმას, ეს არის სამწუხაროდ ჩემი ხალხის არჩევანი. ზოგი 10 ლარის გამო აძლევდა ხმას, ზოგი იმის გამო მიცა და იმის გამო გადაწყვიტა ხმის მიცემა, რომ ვიღაცამ უბანში შეაჩინა, ვიღაცა სუსმა შეაჩინა, ვიღაცა ქუჩის ელემენტებმა შეაჩინა, ვიღაცა სოციალური დაცვის, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ჩემს მოქალაქეებს ყოველთვის მოუწედებდი, ჩემს თანამოქალაქეებს, ჩემს ქართველებს ყოველთვის ვეუბნებოდი, ფულის აღება არაღება დარჩა გვერდზე, როდესაც კაბინეტში შედიხარ, რჩები შენ თავთან, მუქარა რჩება შორს, კაბინეტში შედიხარ, რჩები შენ თავთან, მაგრამ გააკეთე ის არჩევანი, რომელიც შენ გინდა. რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, რა მოტივით გააკეთა
მოქალაქეებმა არჩევანი, საქართველოს მოქალაქეებმა არჩევანი გააკეთა შეიძლება ცუდი მოტივის გამო, მაგრამ გააკეთა არჩევანი და ეს არის ჩვენი ხალხის და ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ასრულებელი. ჩვენ დრო ამოგვეწურა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი საუბრობდა პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესების შესახებ. მადლობა მას მონაწილეობისთვის. ჩვენ მარიხუანის თემით დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ გირჩის უცნაური და უპრეცედენტო დაპროგნოზებული უბრალოდ დაანონსებული საპროტესტო აქცია მარიხუანის თესვა ახალი წლის ღამეს. გვექნება დებატები აგო ხუჩე დიმიტრი ლორდკიფანიძე ერთმანეთის პირისპირ.